გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია სტუდიაშია, საღამოშტო. მადლობა რომ მოხვდით. მადლობა უწევთ. იაგო, ოპოზიციის ერთი ნაწილი ირწმუნება, რომ ამ არჩევნებზე ხალხი არ მივა, თქვენ ახლა ველზე ხართ ხო გასული და რა განწყობაა ხალხში? მართლაც უჯერებენ პაატა ბურჭულაძეს, რომელიც ირწმუნება, რომ რევოლუციას მოაწყობს, თუ დამხობას მოაწყობს მშვიდობიანას. მეგონი პაატა ბურჭულაძეს წვენა არაფერს შუაში არ არის, მარტო პაატა ბურჭულაძე არ მუშაობს ამაზე, მოგეხსენებათ ამაზე კამპანია არის ჩართული და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნაკლები ოპოზიციური ამორჩეველი მივიდეს არჩევნებზე. შესაბამისად ეს თავიდანვე ჩვენს მიერ იყო დაფიქსირებული, როგორც ეს არ იყო წარმატების გზა, ვეუბნებოდით ოპოზიციას, რომ ეს არქნათ, მოდით საერთო კანდიდატზე შევთანხმდეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში შეთანხმებით ხელისუფლებასთან თუ სისულელით ოპოზიციის, მაინც ეს მოხდა. და დღეს უკვე მე ვცდილობ პოზიტიური დავინახო ყველაფერი ამისგან, რომ მაინც ხალხი, რომელიც ნაცებს დაუჯერებს თუ ვიღაცას დაუჯერებს, რომელიც არ მიხვიდეთ არჩევნებზე, ის მაინც არ იქნებოდა ჩემი ამომრჩეველი და ყოველ შემთხვევაში შევეგუე, რომ ამაზე ძალიან არ ვინერვიულობ. და ზოგადად იმ გეგმას, რომლითაც გადაცემის ანონსშიც თქვენ გეცინებოდათ, გადიოდა, რომ ხელისაწევით მოხდება დამხობა თუ არ ვიცი რა ქვია, მშვიდობიანი დამხობა, რასაც აცხადებენ ისინი. რა გზა აქვს ამ ინიციატივას, როგორ უყურებთ? არ ვიცი, ვიტყოდი წმინდა გულუბრყვილობა მეთქი, მაგრამ ეს არ არის გულუბრყვილობა და რატომღაც გონია, რომ შეიძლება რამდენიმე ადამიანი გულუბრყვილობა, ვინც ამას ესე ფიქრობს, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მაინც გონია, რომ ეს არის ქართული ოცნების მიერ დალაგებული ტაქტიკა იმისთვის, რომ არჩევნების ნაცვლად, კონკურენტული არჩევნების ნაცვლად რაღაც ყოფილიყო არჩევნების როგორ გითხრა, პროვოკაცია, ესე რომ ვთქვათ და შესაბამისად უყურებთ მთელ ამ პროცესს თავისი მონაწილე სპექტაკლში მონაწილე მსახიობებით და მსახიობების როლი და მათი როგორ გითხრათ სახეები მრავალფეროვანია სამწუხაროდ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. მე უბრალოდ ველოდები არჩევნებს იმისთვის, რომ დავინახო, რამდენი ადამიანია ამ ქვეყანაში ისეთი, რომელსაც უბრალოდ მობეზრდა ამ მსახიობობის ყურება და აი ამ თეატრის ყურება, რაც არის მოწყობილი ქვეყანაში და როდის რამდენი ადამიანია ისეთი, რომელიც მზად არის სერიოზულობისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქართული ოცნების ხელა რესურსი და ლელოს ხელა ფული არ აგვაქვს, დაინახოს ამორჩეველმა ის ერთადერთი პარტია, რომელიც ფაქტობრივად 10 წელი არსებობს და ამ 10 წლის განმავლობაში შეგნებულად პოლიტიკური ტყუილი არ უთხოვს. და მეორეს მხრივ არის ხალხი, რომელიც გუშინ ეუბნებოდა, რომ ხელმოწერებს შევაგროვებთ, სექტემბერში ჩავატარებთ არჩევნებს, ბატონ პაატა ბურჭულაძე ხო საუბრობდა. ეს გადაკეთდა ახლა იმად, რომ აი სულ ბოლო ის ტყუილების კასკადი უკარო წავყვე რამდენი ტელეფონითაც ატარებდნენ. და ახლა ამობენ, რომ აგერ 4-ში იქნებაო და რა იქნებაო, არ გეტყვითო. მინდა მოდით და ნახეთო, მაგრამ იქნებაო. ხო და აი როგორ გითხრათ, ანუ მართლა ჩემთვის რაღაცნაირი ტესტია ამ ქვეყანაში საზოგადოების შესწავლის მათ შორის, რომ აი რა საზოგადოება ვარ ჩვენ, ანუ მართლა თუ ასეთი ამორჩეველი უნდა მივიდეს არჩევნებზე, რომელსაც აი ამ გიჟობის ჯერა, რომელსაც არაფერი არ აუხსნეს, 10 ჯერ მოატყუეს, გუშინებდებოდნენ ტელეფონი ჩავატარებთო, მე ისე ჩავატარებთ არჩევნებსო, 2 მილიონი კაც გამოვკითხავთო, მეილებს გამოგიგზავნითო და ანუ უკვე აქ უნდა იყოს გუგუნი, უნდა მიმდინარეობდეს. და უცბად აი გამოსავალი რომ აბა რას ვაკეთებთ არჩევნებში არ მონაწილეობთ რავშებით პოლიტიკოსები რაღაცა გამოსავალი ნახეს რომ 4 ოქტომბერი ისევე როგორც ასეთი თარიღების მეტი რა ყოფილა ხან პრეზიდენტი ანონსებდა რაღაც თარიღებში ხან ჯეოშნიკები ანონსებდნენ რაღაც თარიღებს ხან რაღაცას ანონსებდნენ ისე ეს არის ხელშეშლა საარჩევნო პროცესის თავისი შინაარსით რომელსაც ბევრი ხელშეშლა ჰქონდა ანუ ხელს უშლის ყველა მათ შორის ხელს უშლის ის ვინც მონაწილეობს რა ლელო ნაკლებად უშლის ხელს ტელევიზიები რო ჯიბეში ჩაიდოდა პარტიულ თათბირებს აწყობს იქ და საზოგადოება უბრალოდ აზრზე არ არის რა ხდება ქვეყანაში რა მარტო სახელმწიფო მედიის პრობლემა არის ის არ გეძლევა თქვენ საშუალება არა თუ ჩვენ არ გვეძლევა მინდა წუწუნი გამომივიდეს ახლა რა დროს ეგ არის ბოლოს და ბოლოს მე უპირატესობაც კი მგონია ჩემი ის რომ საზოგადოება ხედავს რომ ამ გიჟობაში არ მონაწილეობ რაც ქართულ მედია სივრცეში ხდება იმის გამო რომ დაბლოკილი ვარ თუ ჩემი ნებით არ მონაწილეობ იმათში მაინც არ ვარ გარეული ნებისმიერ შემთხვევაში მაგრამ შენ თუ ბრძოლა გინდა მართლა მოსაგებად შენ ხო ესე არ უნდა იბრძოდე როგორც ახლა თუნდაც ის ხალხი იბრძვის ვინც ლელოში არის ანუ ვინც ლელოს სახელით იბრძვის ნაცმოძრაობა საერთოდ არ მივხვდეთ არჩევნებზე 4 რევოლუციას ვაპირებთ მაგრამ რავი საკუთარი ლიდერი 5 კაციან იმას სუსის თანამშრომლებს წააყვანინეს ანუ შენ თუ ესეთი ბელადი ყავს რომელსაც მარტო მანიცის რა მოხდება 4-ში მანამდე ახლა არავინ არ იცის ასეთ წოდნას ეზოთერულ წოდნას არავინ არ ფლობს და იმ კაც ატან ესე არაფრის გამო თან უდანაშაულო კაცს რომელსაც ვერაფერს ვერ უმტკიცებენ
მაგრამ ეს ვერაფერი იაგო ზოგადად როდესაც ეს არის ესე ნათქვამი მოახდენ კი არა გადაჭრით როცა გვესაუბრებიან რომ 4-ში მოხდება მშვიდობიანი დამხობა სიტყვათა ლექსიკონში ეს მშვიდობიანი დამხობა მართალი გითხრათ ელათ მეცნიერიც მყავდა და ესეთი რაღაცა არ არსებობს დამხობაა ხო მაგრამ ხუთში რას ეუბნებიან თუ ვერ დაამხეს ხელისუფლება მაშინ რა გამოდის მაშინ საერთოდ მე გეტყვით ხუთში მე რას ვეთქვი და რა მინდა ვუთხრა ჩემს სამომრჩეველს ხუთში ჩემი აზრით გარკვეული იქნება რომ ნაცების ეს 4 ოქტომბრის გეგმა ჩაფლავდა და ყველასთვის ეცოდინება რომ კრებაო წეგან თქვენ სტუმარს ამბობდა კრება რო დარჩება თავმჯდომარეა პატაბურჯულაძე ხო აი იმ კრების თავმჯდომარე რომ იმ კრებას რომელიც ის კრება რომელსაც თავმჯდომარეობს ბატონი პატაბურჯულაძე დარჩება მხიარული ეს იქნება 4-ში საღამოს ან 5-ში დილით გარკვეული აი 5-ში რაღაცა რო ახალი იყოს ამ ქვეყანაში არჩევნები ჩავატარეთ რაღაცა ხე რამე ახალი რომ მოხდეს ამისთვის ჩემი აზრით საჭიროა რომ მე გადავიდე მეორე ტურში იმიტომ რომ აი სხვა ნებისმიერ შემთხვევაში აი არსებობს იმის უდიდესი შანსი რომ მეორე ტური საერთოდ არ იყოს მაგრამ თუ გვინდა რომ მეორე ტური რომც იყოს იმ შემთხვევაში აი პირობითად რა ვიცი ლელოს კანდიდატი გავიდეს მეორე ტურში მეორე ტური ყველასთვის გასაგები იქნება რომ ჩვეულებრივი ფარსი იქნება ასევე ერთადერთი შანსი მართლა რომ გავზომოთ რომ რამე ახალი მოხდეს ამ არჩევნებზე არავინ რო არ ელოდება ყველაფერი დალაგებულია ყველაფერი ეს არის რომ ბოლოს და ბოლოს გამოიკვეთოს რეალური ოპოზიცია იმიტომ რომ ჩვენ აქამდე რასაც უყურებთ ჩემი დაკვირვებით ეს ყველაფერი არის უბრალოდ ფეიქ ოპოზიციის მოწყობილი ანუ ფეიქ ოპოზიცია რას ნიშნავს იმას კი არა რომ არაგინებს ბიძინა ივანიშვილს ან ხოცებს არ მომწავს პირიქით ამას გაათმაგებული ენერგიით აკეთებს იმიტომ რომ დამაჯერებელი იყოს რომ ხალხმა სხვა რამე არ იფიქროს ეს როგორ იქნება კაცო ფეიქი ნახე რას აგინებს ბიძინას სინამდვილეში აი ეს მორჩეს იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ როგორც კი არჩევნები მორჩება ლელო გახარიების ერთიანობაც მორჩება უკვე ფაქტობრივად ამას აანონსებენ ანუ რა დარჩება მამორჩეველს ამ არჩევნების შემდეგ ვითომ რაღაც ფეიქ ერთობა რომელიც შეუკრეს რომელიც დიდი ალბათობით პირველივე ტურში წააგებს ყოველ შემთხვევაში 10% მაჩვენებელი იქნება იმისი რომ ის ხალხი კონკურენციის გამწევი არავისთვის არ არის. აი, ველზე ხო ხართ ეხლა იაგო. თქვენ გასაგებია რომ წირი რესურსები გაქვთ ლელოსთან შედარებით ფინანსურიც ხო, მაგრამ არის განწყობა რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ლელოს აძლევენ და გახარიას უფრო მე ვერ გეტყვით მე ამის პრობლემის არ მე სულ კარგად ვხვდებოდა ხალხი ზოგადად ანუ და თქვენ იცით რომ ქუჩაშიც ფეხით დავდივარ, რა ვიცი, საჯარო გასართობ ადგილებში დავდივარ და თბილისში ბევრი ადამიანი ბევრგან ხედავს და არასდროს ჩემს გვერდზე არავინ დაცვა არავის არ უნახავს. მე ასე მინდა მთელი ცხოვრება ამ ქალაქში ვიარო. მაგრამ იცით როგორ არის იმის თქმა რომ ხალხი ხმას ვის აძლევს, ამის თქმა ასე მე მგონი შეუძლებელია. შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის რომ დაარწმუნო ადამიანები რომ ხმა მოგცემა. პირველი დასარწმუნებელი ახლა რატო თბილისი უნდა გამოვტაცოთო მან თქვა და ეს რესურსი არის ჩვენ ლელოსგან ხო ეგ მოვისმინეთ რომ თბილისი უნდა გამოვტაცოთო. ლელო ვერაფერს ვერ გამოსტაცებს. ეს ყველასთვის გასაგებია. ლელოს ლიდერები ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩემი აზრით უფრო დაზარავდნენ და დაბულინგდნენ, ვიდრე მანამდე იყო ეს ყველაფერი. პირიქით ლელო ყოველდღურად ზიანდება. თქვენ ვერ იტყვით რომ ლელოს რამე რეიტინგი ემატება ყოველდღიური მუშაობით, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველაფერი, მთელი კამპანია რასაც ატარებენ, უბრალოდ ძალიან შორს არის რეალურობისგან. ამიტომაც, აი წარმოიდგინეთ, ჩვენ ვართ ერთადერთი ხალხი, რომელიც თან ხდება დებატებზე ყველას და ყველას ეშინია ჩვენთან დებატების. აი მაგალითისთვის, აი ვინ უშლის ლელოს ტელევიზიების მეტი რა აქვს? და ვინ უშლის ხელს რომ ჩვენთან დებატებზე დაждდეს. ხო არ ჯდებიან, იძახიან რომ რეიტინგი არ გაქვსო. და ამიტომ ჩვენ უფრო დიდი რეიტინგი გვაქვსო. კალაძესაც იგივე, კალაძე ზუსტად იგივე არგუმენტს ეუბნება კუბრაძეს და ამბობს რომ თქვენ რეიტინგი არ გაქვთ, მე როგორ დაგიჯდებითო. ანუ სინამდვილეში იმის თქმით რომ თქვენ რეიტინგი არ გაქვთ, ბიჭებო. ადამიანები თავს არიდებენ ხალხთან საუბარს. და ჩემი ამ წუთას ყველა კანდიდატს ეშინია, კალაძესაც ეშინია დებატების, კაც რა ვიცი, როგორ გითხართ იმისი რა ქვია დელპიეროს და ტოტის არ ეშინოდა, მაგრამ ჩემი ეშინია სადებატოდ. იმიტომ რომ ჩემი იაგო ხუჩი ასე კი არა, უბრალოდ იმ კითხვების, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და საჯაროდ არის დასასმელი. ზუსტად ასევე. ასე არის ლელოს კანდიდატი. ეს ახალი ამბავი არ არის. როდესაც ვიღაცა სალაპარაკოდ გამოჩნდება და ამბობს რომ მე მზად ვარ ყველა კითხვას უპასუხო. მაგ ხალხთან ამ ქვეყანაში საუბარს ყველა გაურბის და ნაცვლად იმისა რომ აი მოდი აბა ასეთი რა გაქვს სალაპარაკო გავარჩიოთ ვიღაცა და ან ეცადოს რომ გააკრიტიკოს ჩემი გეგმა რაღაცასთან დაკავშირებით უბრალოდ ხურავენ საკუთარ ტელეარხებს ანუ რანაირად აი მაგალითად თუ არ ეშინია ლელოს ჩემთან დებატების რატო ვარ დაბლოკილი ლელოს ტელევიზიებზე მე რო ხმები ავიღო
უფრო მეტი. ეს ხო უფრო მეტ შანსს უზრდის კუპრაძეს, რომ მეორე ტური არსებობდეს ზოგადად ამ ქალაქში. ეს ხო და აწყობდეს, მაგრამ ხო არ აკეთებს. ანუ იმის გამო რომ ჩემი ეშინია, ტიპები ხსნიან თლიან დებატებს და პირველივე ტურში კალაძეს ჩუქნიან იმას რა ქვია მოგებას. ახლა კალაძეს ჩემი ეშინია მეთქი როგორ გითხრათ საარჩევნო ამბავში, მაგრამ მან ხო იცის რომ მე კრიტიკული აზრი გამაჩნია და შემიძლია გავაკრიტიკო მისი ტრამვაების გეგმა და 100 წლით უკან რო გვაბრუნებს და სულად იმისა რომ რამე თანამედროვეობაზე ვიფიქროთ. მე შემიძლია გავაკრიტიკო ის რომ საცობებს რო ებრძვიან ბასლაინებით და მანქანების შემცირებით და ხალხის იმითი 2014 წლამდე მანქანების აკრძალვით და ჯარიმებით და ასე შემდეგ. გააკეთე თბილისში უფრო მეტი ხიდი. გააკეთე რამდენიმე სადგური, მეტრო სადგური თბილისში. ეს დაპირდი მოსახლეობას იმისთვის, რომ საცობები განტვირთო და არა ის, რომ მანქანები ჩამოგართვეთო. ამ თემებზე მე ანუ საჯარო პრეტენზიები მაქვს და როდესაც ვიღაც ადამიანი შენ რო ცალმხრივად ელაპარაკები, ადამიანები ფიქრობენ, რომ იმასაც ექნება რაღაც ალაპარაკო, უბრალოდ არ პასუხობს და აქ როიდება და ვერ გიპასუხებს. მაშინ საერთოდ სხვა სიტუაციაში იქნება. ადრე ამბობდით ხოლმე, არა ერთხელ გაიკეთებიათ ასეთი განცხადება, რომ ნაციონალური მოძრაობა, ლელო, კიდევ ერთი კლასტერი არისო ეს პარტიებიო. მაგრამ მე აი ახლა ვხედავთ, რომ სხვა მოცემულობაა, ხო? ლელო არჩევნებში იღებს მონაწილეობას და ნაციონალური მოძრაობა რევოლუციას აანონსებს. რა ხდება? დაიშალა ეს კლასტერი თუ რა არის? იცით რა შეა საქმე? ჩემი აზრით ორივეს ერთი და იგივე უნდა, აი რო დააკვირდეთ. ნახეთ. ლელოს კამპანია არის რომ ჯერ მოდი დილით არჩევნებზე, საღამოს აქციაზე. ანუ ვიღაც ამბობს რომ არჩევნებს მაინც აზრი არ აქვს და პირდაპირ მოდი აქციაზე. ალეკო ელისაშვილმა თქვა რომ მე იქ მევალო. ხო, ანუ ეს კამპანია ლელოსია, მარტო ალეკო ელისაშვილს არ თქვა, ყველას ამბობს. წარმოიდგინეთ რომ სიამოვნებაში ორივეს უნდა რევოლუცია. უბრალოდ ერთი ფიქრობს რომ არჩევნების შედეგები გამოვიყენოთ რევოლუციისთვის და მეორე ფიქრობს რომ პირდაპირ ისე მოვაწყოთ რევოლუცია, რა პრობლემაა ბიზნეს გაგდება. ეს ორი ვერსია არსებობს. მე ამ ორ ვერსიას შორის კი ნომინალური განსხვავება შეიძლება მარქსისტებშიც არსებობს განსხვავება, ბოლშევიკებიც იყვნენ და მენშევიკებიც. მაგრამ მე როგორ გავარჩიო ახლა ესენი? რომ ერთი მეორეზე უკეთესია, განსხვავებული რამე უნდათ, ასე შემდეგ. არ ვუყურებ მე ამას ასე. მიუხედავად იმისა, რომ ნაცები ახლა გასაქრობად ემზადებიან, ანუ თელი ეს კამპანია მდგომარეობს იმისთვის, რომ აი როგორ გითხრათ, ნაცები ჰაეროვნად გაქრნენ, იმიტომ რომ 5 ოქტომბერს ნაცებს არ იქნებათ არც ნომერი. ნაცებს არ იქნებათ არც ისა რა ქვია წითელი ფერის რაღაცა ხაშგაშა თავისი რაღაცეები. არ იქნებათ არც საბიუჯეტო დაფინანსება. არ იქნებათ პარტია. პროფესორ თავი დავანებთ. არ ეყოლებათ ადგილობრივ თვალთობაში ხალხი. არჩეული ტიპები. და აი როგორ გითხრათ, ანუ რა არის ის, რომლის შემდეგაც ჩვენ ჩავთვლით, რომ ამის მერეც ნაცმოძრაობა გრძელდება. შეიძლება იქ ვიღაც ადამიანებმა ანაწითლიძემ სანიკიძემ ვიღაც ვინც აქტიურობენ და ხვდებით რომ უნდათ პოლიტიკაში დარჩენა. ამ ხოლმე რამე სხვა მოიფიქრონ, მაგრამ უცბად ქართველი ხალხი რო გაიღვიძებს 5 ოქტომბერს, მას შერჩება ქართული ოცნება გამარჯვებული, დაშლილი ლელო გახარიები, რომელიც ერთმანეთს აგინებენ, არარსებული ნაცები, რომელმაც უკვე ეს ხალხი ისევ ყველა დაშალეს და კიდევ ერთხელ იმედი გააცრუეს და მე ვთავაზობ ამ საზოგადოებას, აი ამ 5 ოქტომბერს. მოდი ერთი იმედი დავიტოვოთ, რომ მეორე ტური არსებობდეს და მეორე ტურში მე ვიყო. შეიძლება ვერ მოვიგოთ ან წავაგოთ, თუმცა ფინალში რა ხდება არასოდეს არავინ არ იცის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც ახალი გამოჩნდება, რომ ქართველმა ხალხმა რაღაცნაირად მოახერხა აი ამ ოპოზიციისგან რაღაცის გამოძერტვა, რაღაც ახალის გამოძერტვა. იყო ნაციონალური ოპოზიცია, გახდა თბილისის გამოტაცების არ იყოს, როდესაც აი ამ არჩევნების შედეგებით უნდა რომ აჩვენოს ხალხს, რომ აი რაღაც შედეგი მიიღო ამ ორმა პარტიამ, როგორ ხდება მაშინ რომ 24 ოლქი არის, სადაც საერთოდ არც დაუსახელებიათ კანდიდატები, ხო? თუ შენ ხელისუფლებასთან რეალურად გინდა ბრძოლა და მართლა რაღაცის შეცვლა გინდა, რატომ ვერ დააკომპლექტეს ეს 24 ოლქია თვალწოდები? არ ვიცი, ეს ალბათ მათ უნდა გითხოთ, მაგრამ ნიშანდობლივია ის, რომ ჩვენ დავაკომპლექტეთ 24. ანუ ჩვენთან რომ მოსულიყვნენ. აი ის რაც აკლდათ ის 24 ხო ჩვენ გქონდა. ანუ ამას ნიშნავს ერთობლივი ძალით, ანუ უბრალოდ იცით როგორ არის, რომ თუ რაღაცას მოგება გინდა, ყველა თავისი ძლიერი მხარები უნდა გამოიყენოს. და მე ხშირად ვამბობ, რომ ლელოს თავის ძლიერი მხარეთ მიაჩნია ინტელექტი. ნაცვლად ფულისა. ხო და აი როგორი ამბავია, იცით რომ როდესაც ვიღაცას ძლიერი მხარე აქვს, ფული, რომელიც მნიშვნელოვანია და ის ამბობს, რომ მე გენიოსი ვარო და ამ ფულის ხათრით მისი გენიალური სტრატეგია უნდა დაიჯერო, არ გამოვა წარმატებული. აი ხაზარაძემ რაც პოლიტიკაში გააკეთა, საფეხბურთო ენაზე იცით როგორია, საფეხბურთო გუნდი რო იყიდო, პრეზიდენტი რო ხარ. აი და შენ თვითონ გადიოდე ცრუცხრიანის პოზიციაზე თავდამსხმელად. და გვერდზე შენს მეგობარ ბადრის აყენებდნენ ცენტრალურ ნახევარმცველად.
და ფიქრობდი რომ ეს არის მოგებიანი პოზიცია და არ არის ეს მოგებიანი პოზიცია. უბრალოდ მე ვინაიდან დიდი ხანია უკვე ამას შეჩვეული ვარ, ეს რამე განსაკუთრებულ ჩემში არ იწევს, ვიცი როგორ იმედგაცრუება ძლდება საქართველოს მოსახლეობას, როგორც ნაცების მხრიდან, ისე ლელო გახარიას რაღაც და უცნაური კოალიციიდან და ვთავაზობ მათ და მოუწოდებ მათ რომ მართლა თვალი გაახილეთ, შეხედეთ რა პოლიტიკური სპექტრია, სულ რეალურად არსებობს 3 კანდიდატი, ლელოს კანდიდატი, ბატონი კუპრაძე, ბატონი კალაძე, რომელიც უკვე დიდი ხანია მერია მესამე ვადაზე მიდის და მე გირჩის კანდიდატი, რომელსაც 10 წელია მიცნობთ, 10 წელი ამ პროფესიას დავახარჯე და ვერავინ ვერ დამიდასტურებს ერთ საჯაროდ ნათქვამ ტყუილს, რომელიც ხაშევა შევწდი. ბოლო კითხვა მინდა იაგო და მოვასწრო. შესაბამისად, მე ძალიან თამამაჩემელია უთხრა თბილისელებს, რომ მართლა გაახილეთ თვალი და 5 ოქტომბრისთვის რამე მოგებიანი კოზირი მაინც და ბოლოს მინდა კითხოთ, როდესაც თქვა იმ საგამოძიებო კომისიაში არ მივიდნენ ეს პოლიტიკოსები და შემდეგ აღმოჩნდნენ ციხეში, როცა შედიოდნენ, ამბობდნენ რომ აი ციხიდან ვიბრძოლებთ ჩვენ. ერთგვარად ეს ციხე რაღაც კარად ხო არ იქცა ოპოზიციონერების, როდესაც სალაპარაკო არ აქვს შენ ამ მომრჩეველთან თუ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებთან, რომ იქ წახვიდე, რომ მათ არ აუხსნა რაღაცეები. თქვენ როგორი მე სამეჭილება მაქვს ესეთი ყველაზე არ ვიტყვი ხალხი არის დაჭერილი, რომელიც უბრალოდ აი ჟარგონისთვის ლიდერებზე გეუნებით. პრიკუმში რომ მოყვა მაგალითად ოქრუაშვილი და ის თარგამაძე, რომლებიც წასულები არიან პოლიტიკიდან და ჩემი აზრით აი აბსურდია მათი ციხეში ჯდომა და ხელისუფლება. ვისულობდნენ კომისიაში მე. არა, რაშუაში ანუ არ მისულ აგერ ხაზარაძე, მაგრამ გარდადის და ბატონ ბადრი ჯაფარიძე. ანუ ეს გამონაკლისს ხო დაუშვეს და ვაფშე პოლიტიკაში რო არ არის მხალზე გამონაკლისს რატო არ უშვებს? ეს ერთი. და მეორე, რაც ჩემი აზრით აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, ზოგჯერ ციხე ყველაზე უსაფრთხო ადგილია თუ მანამდე ძალიან ცუდად მოიქცევი და ყველას გადაყრი. იქ ციხეში მსხლომი ხალხის დიდმა ნაწილმა ძალიან ბევრი ხალხი, მათ შორის თავისიანები გადაყარა. ბევრი პირობა აიღო და არ შეასრულა. ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ქსიების ჩახსნიდან დაწყებული დამთავრებული არჩევნებზე არ გასვლით. და შესაბამისად იმ კითხვებს, რომელიც მათ არსებობს, რო არ უპასუხონ, მათმა დიდმა ნაწილმა ყოველ შემთხვევაში ყველაზე თავს ვერ დავდებ, სპეციალურად მოაწყო ისე, რომ იქ მოხვედრილიყო ციხეში. და ხედავთ ესე. შეგიძლიათ? ნუ რავი, ხალბატონი ელენე ხოშტარია, თავის ტარჩაში და ბოლოს და ბოლოს. სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ. დანარჩენებიც, მაგრამ ეს ხო დავინახეთ აქ კონკრეტულ შემთხვევაში. ხო და ერთის მხრივ ეს ხალხი უნდა რომ პოზიციონირდეს არიან პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ მეორე, აი მეორეს მხრივ როგორც ისინი ციხეში აღმოჩნდნენ, ის სერიოზულობა თავისი შინაარსით ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, ამას საზოგადოება ხვდება. და ძალიან კარგი იქნება რომ როგორც ახლა დაიმალნენ ამ წინასაარჩევნო პროცესიდან. არჩევნების მერე თუ ასე დაიმალება ეს ხალხი, როგორც ციხეს არ უსურვებს, სადმე სხვა. გასაგებია, მადლობა. მადლობა იაგო ხვიჩიას.